ორშაბათიდან აგრარულ უნივერსიტეტში ავტორიზაციის პროცესი იწყება. განათლების მინისტრის ინფორმაციით, სტუდენტების უფლებების დაცვის მხრივ ყველა ხარვეზი უკვე გასწორებულია, შესაბამისად ავტორიზაციის საბჭო ახალ ეტაპზე გადადის. ამ განცხადების მიუხედავად ახალგაზრდების საპროტესტო გამოსვლის შეწყვეტას არ აპირებენ. ავტორიზაციის აღდგენამდე სტუდენტთა ერთი ნაწილი აქციებს ისევ განაგრძობს. ორშაბათიდან აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციის პროცესი დაიწყება. უნივერსიტეტი კანონთან შესაბამისობაში მოვიდა. ამის შესახებ დღის ბოლოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა განაცხადა. მე მინდა მიულოცო ქართულ სტუდენტობას, განსაკუთრებით კი იმ სოციალურად დაუცველ სტუდენტობას, რომლის უფლებებიც აქამდე შელახული იყო, რომ ის საბუთები, რომელიც ახლა შემოვიდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ადასტურებს იმას, რომ წესდება გასწორებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. სტუდენტთა უფლებების დაცვის ნაწილში ხარვეზი აღმოფხრილია. აკრედიტაციის საბჭო მუშაობას განათლების ხარისხის კუთხით აგრძელებს. მივიდა თუ არა პროცესის სასწავლებლისთვის აკრედიტაციის მინიჭებით ამ ეტაპზე გაურკვეველია. მანამ კი სტუდენტები აქციებს მართავენ. რა არის მისჭირდება ვისწისზე მასხამწყაც ადგვინდა მოვილაპარაკოთ არაშვილ არ არის სტუდენტებმა მიიჩნიეს რომ განათლების მინისტრთან დიალოგი საკმარისი არ იყო და საპროტესტო აქციები გააგრძელეს. აგრარული უნივერსიტეტისთვის აკრედიტაციის აღდგენა დღეს ოფიციალურად სასწავლებლის რექტორმა მოითხოვა. სამწუხაროდ მას მიაწოდეს არასწორი ინფორმაცია. როგორც ჩანს, ეს იყო გარკვეულწილად კომუნიკაციის პრობლემა. მინისტრი დამკვიდრდა სრულ მხარდაჭერას. გიორგი მარგველაშვილმა დღეს წერილი სტუდენტებისგანაც მიიღო. საინიციატივო ჯგუფის განცხადებით ამ დოკუმენტში დასტურდება, რომ აკრედიტაციის საბჭოს მიერ აღმოჩენილი ხარვეზები უნივერსიტეტში აღმოფხრილია. შევიტანეთ განათლების სამინისტროში მინისტრის მიერ მოთხოვნილი ხარვეზების გამოსწორებული დოკუმენტი. ველოდებით მინისტრის გამოხმაურებას და მან ვაგზალებთ ჩვენ სანამ მინისტრი გამოგვეხმაურება პერმანენტულ აქციებს. სტუდენტებს მხარდაჭერა სხვა უმაღლეს სასწავლებლებშიც გამოუცხადეს. აქცია დილით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. სოლიდარობას ვუცხადებთ აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს და მიგვაჩნია, რომ არასწორად შეუჩერდა გაუქმდა ავტორიზაცია აგრარულ უნივერსიტეტს. არასამთავრობოთა კოალიცია საზოგადოებრივი ინიციატივის ორგანიზებით დღეს ქალაქში მანქანების კოლონა მოძრაობდა და სტუდენტებს აგრარული უნივერსიტეტისთვის მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა. არასამთავრობო ორგანიზაცია დროამ რუსთაველის მეტროდან განათლების სამინისტრომდე ფეხით მსვლელობა მოაწყო. საკითხი მეც მეხება, ყველა ჩვენგანს ეხება. დღეს შეიძლება უშუალოდ მე არ მეხებოდეს, მაგრამ ხვალზე ყველა ადამიანს შეეხება. იმიტომ რომ იმ მიზეზებით, რა მიზეზებითაც აგრარული უნივერსიტეტის ჩამოერთვა ავტორიზაცია შეიძლება რომ სხვა ნებისმიერ უნივერსიტეტს ჩამოართვა. 4 საათისთვის უკვე გაერთიანებული პროტესტი განათლების სამინისტროსთან გაიმართა. სტუდენტებმა შემდეგი აქცია ორშაბათს დაგეგმეს.